პირველ რიგში ხალიჩები გადავყარე. გეგონათ რომ ამ ბინის დალაგებას აღარ გავაგრძელებ. დილა ძალიან რთული დასალაგებელია, თუმცა ახლა შუაგზაში მიტოვება არაფრად არ შეიძლება. ვიმარაგე ყველაფერი რაც დამჭირდება და დავიწყე დალაგება. არ მოგესმათ, ხალიჩები ნამდვილად აღარ მჭირდება. ამ ბინაში 4 ხალიჩა იყო და თითქმის ყველა ოთახში იყო გაფენილი. ხვდებით რომ ხალიჩები მტვრის ბუდია, მეტი სხვა არაფერი. ჰიგიენასთან არ არის არანაირი კავშირში. პირიქით, ძალიან მაღიზიანებს, ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველა ხალიჩა უბრალოდ უნდა გავიტანოთ გარეთ. მარტო ხალიჩების გადაყრა კი არა, თანდათან გაჩვენებთ ვიდეოში რამდენი რამე გადავყარე. რამდენი ისეთ ადგილას ვნახე ნაგავი, სადაც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ბინის დალაგება ჩემთვის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ამიტომ თქვენი თითოეულის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდეოებიდან ვიგრძენი ეს და მივხვდი რომ თქვენთან ერთად ნამდვილად მიხარია ამ ბინის დალაგების ვლოგების გაზიარება. თხებიან ხშირად ვინ ცხოვრობდა და როგორ ცხოვრობდნენ აქ. ბუნებრივი ამას არასდროს არ ვიტყვი. პრინციპში არც ის ვიცი როგორ ცხოვრობდნენ. ალბათ უძლებდნენ რა. ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამის მტკიცებას აქ არ დავიწყებ. მგონი ისედაც ხვდებით, ისმიერი სივრცე არის ძალიან ბინძური და აქ უბრალოდ წმენდა არ შველის. ძირითადად უმეტესობა რაღაც გასახეხია. სახლის დალაგების ძალიან ბევრი ვიდეო გელოდებათ. აქ ერთ ვიდეოში ყველაფერს ვერ ჩავატარებთ, ამიტომ თანდათან გაგიზიარებთ. ხოდა დიდი მადლობა რომ მიყურეთ და იცოდეთ რომ ბინძური სახლის დალაგება გრძელდება.